საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საგანგაშო მდგომარეობა და მათი დაცვის საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის გააქტიურება. საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ კუთხით გაწეული მუშაობა და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის ძიება. ამ საკითხებს მიეძღვნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის საპარლამენტო კომისიის სხდომა, რომელსაც საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სოსო ვახტანგაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე მოისმინეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თორთლაძის ინფორმაცია ამ კუთხით სხვადასხვა უწყებებთან კოორდინაციით სამინისტროს მიერ გაწეულ მუშაობაზე. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ურთულესი მდგომარეობა უკვე არა მარტო ქართული მხარის, არამედ თვით აფხაზი და ოსის საზოგადოებების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ამიტომაც საკითხის კიდევ უფრო აქტუალიზაციაა საჭირო. მისი განმარტებით ისტორიული ძეგლების საერთაშორისო მონიტორინგის მიზნით ქართული მხარი საუბრობს ჟენევის მოლაპარაკებებზე. მიმდინარეობს მუშაობა იუნესკოს ორგანიზაციასთან და სხვა კომპეტენტურ ორგანიზაციებთანაც. საგარეო საქმეთა სამინისტროში შექმნილია აფხაზეთის დარბაზი სოხუმი, სადაც გამოფენილია კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები. იგეგმება მსგავსი დარბაზის შექმნა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ისტორიული ძეგლების შესახებაც. მიმდინარეობს მუშაობა ონლაინ მუზეუმის შექმნაზე, რომელშიც შევა ოკუპირებული ტერიტორიების კულტურული ისტორიული ძეგლები, სამუზეუმო ექსპონატები და საარქივო მასალა. ყველა საერთაშორისო ფორმატი არის გამოყენებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს მიტანილი საერთაშორისო საზოგადოებამ და ჩვენი წუხილი და ჩვენი პრობლემა, რომელიც შეეხება მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სხვა საკითხებთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროს წლების განმავლობაში აქვს გაკეთებული მიმართვები იუნესკოს გენერალური დირექტორის სახელზე. მათ შორის პირველი ესეთი მიმართვა საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით განხორციელდა 2010 წელს, სადაც სწორედ ხაზგასმული იყო ის, რომ ილორის წმინდა გიორგის ტაძარზე იყო გარკვეული სამუშაოები ჩატარებული, რაც მოითხოვდა სასწრაფო რეაგირებას და ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ითხოვდა იუნესკოს გენერალური დირექტორისაგან ყისიერ რეაგირებას და ექსპერტების ჩართულობას საიმისლოდ, რომ არ განადგურებულიყო ქართული კვალი, რომელიც მიზანმიმართულად მოგეხსენებათ მიმდინარეობს დღემდე. ასევე ერთ-ერთ მიმართვაში საგარეო საქმეთა მინისტრის იუნესკოს გენერალური დირექტორისათვის თანდართული მიმართვას ჰქონდა იმ ძეგლების ჩამონათვალი, რომელიც ჩვენი აზრით საჭიროებს სასწრაფოდ რეაგირებას ექსპერტების მხრიდან და ეს ძეგლების ჩამონათვალი 22 ძეგლი იყო ამ ჩამონათვალში მითითებული, არის გაგზავნილი იუნესკოში და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ თუ მივახცევთ შეთანხმებას ორგანიზაციასთან, რომ განხორციელდეს საქართველოში ექსპერტთა მისია, რასაკვირველია, ჩვენ შევთანხმდეთ უნდა ასევე იმ ძეგლების ჩამონათვალზე, რომელთა ექსპერტიზასაც, ტექნიკურ ექსპერტიზას მოითხოვს საქართველოს მხარე. სხდომას სხვადასხვა კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ, მათ შორის იყვნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გარდა მომხსნებელს უფრო ფართო სპექტრის კითხვებს უსვამდნენ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, საოკუპაციო ხასთან სოფელ ჯარიაშენთან შექმნილი ვითარება, აბაშიძე კარასინის ფორმატის პერსპექტივები, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა არ შეტანის საკითხი, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები. ეს ის კითხვებია, რომელსაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სვამდნენ. დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი საკითხების წამოწევამ სხდომის მონაწილეთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ჩვენ 100%-ით ვიცით, რა სიტუაციაა აფხაზეთის ძეგლთა დაცვის საკითხებში და ჩვენი ძეგლები რა მდგომარეობაში. საერთოდ კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში. მოვედით აქ, რომ ეს კომიტეტი საოცრად დიდ საქმეს აკეთებს. მაგრამ აქ სვამის საკითხს, რომ პოლიტიკურად გადააქვთ ეს და რა საკეთებს ეს დღევანდელი მთავრობა, არ არის ეს საკითხი ახლა გასაჩევი. ჩვენ დღეს უნდა ვიფიქროთ იმაზე, როცა წარმომადგენელი არის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მობრძანებული, ჩვენ უნდა მივახციოთ იმას, რომ რაღაც სხვა მეთოდებით ჩვენ კონკრეტულად გვაინტერესებს რაღაცა, რომ იქ რაღაცა შეიცვალოს. რომ მაგალითად ილორის მონასტერს რაც დაემართა და ეკლესიას, ეს არ დაემართოს სხვებსაც. ამიტომ ვიღწვით. ჩვენ სახელმწიფოებრივად თუ ვიფიქრეთ, მაშინ დღეს ოპოზიციას და პოზიციას ერთად უნდა იდგეს და ერთად უნდა აკეთებს ამ საქმეს, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ყველასია და მით უმეტეს ის დარჩენილი ძეგლები, რომლებიც იქ არის და საშინელ დღეშია, ეს ყველას ეხება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თორთლაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე არსებული კითხვების გარდა სხვა ყველა დასმულ კითხვასაც უპასუხა, როგორც თავად აღნიშნა მისი კომპეტენციის ფარგლებში. სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სავალალო მდგომარეობაზე იუნესკოს გარდა ევროსაბჭოს ჩართვის აუცილებლობაზეც ისაუბრეს. ჯემალ გამახარიამ ერთ-ერთ შესაძლო ბერკეტად საკითხის საერთაშორისო სასამართლოზე განხილვა მიიჩნია.
დიდი ხანია მიდის ამ საქმეზე მუშაობა, დიდი ხანია იუნესკოსთან, ასე იგი ძალიან მჭიდრო კავშირები და კომუნიკაცია არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არის ერთი ძალიან მარტივი, ასე ვთქვათ, საკითხი, რომ აი უსაფრთხოება არ არის უზრუნველყოფილი და შესაბამისად იქ არავინ არ ჩავა. მორჩა და გათავდა თავს მშვიდად გრძნობენ და რასაც უნდათ იმას უკეთებენ აი ამ ძეგლებს როგორც უნდათ ისე უცვლიან სახეს მაგრამ ძეგლის ავთენტურობის დაკარგვა ეს არის დანაშაულია სისხლის სამართლის დანაშაულია ეს არის კულტურული გენოციდის ერთ-ერთი ფორმა და ამიტომ ეს უნდა გახდეს საერთაშორისო სასამართლოს განსჯის საგანი სხდომის ბოლოს აღინიშნა, რომ შეხვედრაზე მოსმენილი ინფორმაციების სამომავლოდ რეკომენდაციების სახით იქნება გათვალისწინებული ამ პრობლემაზე მომუშავე უწყებების მიერ საკითხის აქტუალიზაციის მიმართულებით. ვითარება კი არის რთული, მაგრამ მიდგომა ჩვენი არის ნამდვილად ესეთი და გზავნილი აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი მოქალაქეებისადმი და ჩვენი მოქალაქეებისადმი, რომ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებით და ქართული კვალის წაშლით იშლება ჩვენი საერთო თანაცხოვრობის, ჩვენი საერთო კულტურა და ამიტომ აქედან გამომდინარე მოფრთხილება უნდა მას. ვფიქრობ, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც დაეგზავნება თუ შუალოდ აღმასრულებელ სტრუქტურებს, ეს იქნება საგარეო საქმეთა სამინისტრო თუ კულტურული მემკვიდრეობის კულტურის სამინისტრო, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და შეერიგების სამინისტრო და სხვა უწყებები მიიღებენ კვალიფიციური რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ საერთაშორისო აზრი შევქმნათ იმასთან დაკავშირებით, რასაც ქართული კვალის წაშლა ქვია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამაზე ყველამ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ერთობლივი ძალისხმება და მივმართოთ ამისკენ და რაც თავარია, ეს თემა უნდა იყოს გამაერთიანებელი თემა ყველა პოლიტიკური ძალისათვის და არავინ არ უნდა შეეცადოს, რომ აი ამ საკითხებზე გარკვეული პოლიტიკური ქულები და დივიდენდები დაიწეროს. თავარი და ძირითადი ამოცანა ჩვენი არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთოს მაქსიმალურად იმ ვანდალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც ქართული კვალის განადგურება ქვია აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.